სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები იმართება. 2025 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. ეს პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოქალაქეებმა დაასახელონ საჭიროებები და აირჩიონ პრიორიტეტები. ეს ფორმატი ასევე კარგი საშუალებაა კომუნიკაციისთვის და ადგილზე არსებული საკითხების გადასაჭრელად. ეს შეხვედრები ჩვენ გამოვიყენეთ მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიზნით, სადაც განსაზღვრეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვადასხვა მიმართულებით სოფელს აქვს და ეს აუცილებლად იქნება ჩვენს უახლოეს სამომავლო გეგმებში გათვალისწინებული. აი ეს არის დემოკრატია ალბათ, რომ მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით მუშაობს მთავრობა და სახელმწიფო. ძალიან ბევრი საქმე გაკეთა. მე პირადად ცხოვრობ ქუჩაზე, სადაც 2 კილომეტრიანი გზა გაკეთდა ასფალტირებული გზა, რომელიც ალბათ ისტორიულია ჩვენი ქუჩისთვის.